პირველი და ყველაზე აშკარა მიზეზი, რატომაც ისრაელისა და ირანის ომი ევროპას დააზარალებს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა. ახლა აღმოსავლეთში ომები როგორც წესი ზრდის ენერგიის ფასებს, რადგან რეგიონი აწარმოებს უამრავ ნავთობსა და ბუნებრივ გაზს, რაც დღევანდელი ეკონომიკის ენერგეტიკული საძირკველია და ასევე რეგიონი წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების ქსელის უმთავრეს კომპონენტს. კონკრეტულად, ირანი ესაზღვრება სპარსეთისა და ომანის ყურეებს, რომლებიც ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდებიან, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20-30% გადის. ამიტომ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან საფრთხე შეექმნება და ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან ნავთობი დაკავშირებულია ეკონომიკის თითქმის ყველა ეტაპთან, იმპორტთან, ექსპორტთან და ადგილობრივ წარმოებასთან. ამ ომს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავე გავლენა ჰქონდეს, რადგან ისრაელმა დაბომბა მსოფლიოში უდიდესი სამხრეთ პარსის ბუნებრივი გაზის საბადო, რომელსაც ირანი ყატართან ერთად იყოფს. ირანი არის მსოფლიოს მესამე უმსხვილესი გაზის მწარმოებელი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ და წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 265 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც შეადგენს გლობალური წარმოების დაახლოებით 6%-ს. საერთაშორისო სანქციების გამო ამ გაზის უმეტესობას ირანი ქვეყნის შიგნით მოიხმარს, თუმცა ნაწილი ექსპორტზე გააქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ერაყია. ყატარს კი ამავე საბადოებიდან ისეთი გლობალური ენერგეტიკული კომპანიების დახმარებით, როგორებიცაა Shell და ExxonMobil, ყოველწლიურად დაახლოებით 77 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი გაზი გააქვს ექსპორტზე ევროპასა და აზიაში. სწორედ ამიტომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სამხრეთ პარსის დაბომბვით ისრაელი ცდილობს კონფლიქტის ირანს გარეთ გაფართოებას. ამასთან ისრაელმა უსაფრთხოების რისკების მიზნით დროებით გააჩერა ლევიათანის გაზის საბადოს მუშაობა, რომელიც აქამდე ამარაგებდა ეგვიპტესა და იორდანიას. ეს არა მარტო ამცირებს გლობალურ მიწოდებას, არამედ ზრდის მოთხოვნასაც, რადგან ეგვიპტეს და იორდანიას ახლა სხვა წყაროებიდან მოუწევთ გაზის იმპორტი. ამ ეტაპისათვის ნავთობის ბაზრებზე გავლენა შედარებით სუსტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე დარჩება. ნავთობის ფასი ერთ კვირაში 65-დან 72 დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა ირანს დანებებისკენ მოუწოდა. ეს კი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი ფასია ბოლო წლების სტანდარტებიდან გამომდინარე. თუ ჯერ ფასები კოლოსალურად არ გაზრდილა, ეს იმიტომ, რომ ოპეკის ქვეყნები ბოლო დროს გაზრდილი რაოდენობის საწვავს აწარმოებენ და ნავთობის რაოდენობა ჯერ კიდევ პასუხობს მიწოდების მოთხოვნას. ამასთან ერთად არის მოლოდინი, რომ კონფლიქტი ლოკალიზებული დარჩება, მაგრამ მაინც ვერ არის ეს კარგი ამბავი ევროპისთვის, რადგან ბოლო წლებმა განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა საკმაოდ დამოკიდებულია ენერგორესურსების ფასებზე.